სომხეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან. ბელიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მჯერა რომ სწორედ აქ არის ჩვენი ადგილი. ასე რომ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ეს. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან ახალი სეზონის კარგად დასაწყებად. ბოლო 2 წელი ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან დატვირთული იყო. ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ და გადაღლილები იყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, თუმცა ამისთვის მზად ვიყავით. ახლა ზამთრის შესვენების შემდეგ უკეთეს ფორმაში არიან და მარტში ბევრად უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ, ვიდრე ნოემბერში გვქონდა. გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია პირველ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ჩვენთან ერთად იქნებიან და მეორე თამაშისთვის მოემზადებიან. გამოგვაკლდება გუნდის კაპიტანი და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა ეს შესაძლებლობას მისცემს სხვა მოთამაშეებს. მაგალითად გოგლიჩიძეს, რომელსაც ადრე შეეძლო სასტარტოში თამაშის დაწყება, მაგრამ ტრავმა მიიღო. ველოდები მის თამაშს, რადგან ის რაც ემპოლიში აჩვენა, ბოლო 6 თვის განმავლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. სომხეთთან პირველ მატჩში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ბევრი დისკუსია გქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ის კლუბშიც კაპიტანია, იცის რას ნიშნავს ეს როლი და როგორ უნდა მოიქცეს მოედანზე. ოთარ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ. ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური მოთამაშეა, რომლის შეცვლა ძალიან რთულია. მისი არყოფნა მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელებს, მაგალითად ჩაკვეტაძეს და დავითაშვილს, მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ. ლაცაბიძე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვფიქრობ, თუ შრომა გააგრძელა, ის ამ ნაკრების მომავალი იქნება. თუ სამომავლოდ მისი გამოყენება მსურს, უფრო ხშირად უნდა ვნახო საქმეში. ივნისში ეს არ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს და სწორედ ამიტომ გამოვიძახი ახლა. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ყოველთვის ეროვნული ნაკრებია, თუმცა ამ ზაფხულს ივნისში ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ელოდება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირზე თამაში, რადგან იქ მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული გუნდისთვის. ჩვენი საოცარი გულშემატკივრების და მოტივირებული ძლიერი ფეხბურთელების გარეშე ვერასდროს მივახცევდით იმას, რასაც მივახციეთ. ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. ძალიან ვაფასებ, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, როგორც საქართველოში, ისე გასვლით თამაშებზე. ნიშნავდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დინამო არენაზე დაბრუნება, როგორც კი იქნებოდა სტადიონი მზად, რომ ემას მის და სანაკრებო თამაშის ჩვენ დავბრუნდებოდით. მოგეხსენება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მარტის თამაშები და ჩვენი მიზანია რომ დავჭეთ ბელიგაში, იმიტომ რომ ჩვენი ნაკრების განვითარებისთვის ვფიქრობ, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ძლიერ მეტოქეებთან თამაში, რომ ნახოთ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ, სად ვართ, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ თამაშებში წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა ამაში დინამო სტადიონი ვფიქრობ ძალიან დაგვეხმარება, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ ზუსტად ის გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე უფრო მეტი იქნება, ყოველთვის დიდი ძალა არის ჩვენთვის და ასევე ძალიან სასიხალო, რომ საბერძნეთის გამარჯვების მერე პირველად ვითამაშებთ ისე დინამო არენაზე და ყველა ძალიან ველოდებით ამ თამაშს და ძალიან გვიხარია რომ ბრუნდებით დინამო არენაზე. ვილიმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ეს კომუნიკაცია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენება ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ჩვენ მასპინძლები ვიყავით ევროპის ჩემპიონატის მაშინ უბრალოდ დაემთხვა რომ ორივე შესარჩევი ქონდა რა ევროპის ჩემპიონატი მოგეხსენებათ რომ 9 ფეხბურთელი ჩამოვიდა პირდაპირ შოტლანდიის მერე და უკვე 2 დღეში კი 1 დღეში ითამაშეს აქ თამაში, ეხლა უფრო მეტი საშუალება აქვს, იმიტომ რომ ზაფხულში მხოლოდ არის ამხანაგური თამაში, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ წარმატებით გამოვიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კომუნიკაცია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებით თამაში ევროპის ჩემპიონატზე.